ყურადღება პაემანი. გამარჯობათ. როგორ ძანდები? მანზე ალბათ ცოტა უკეთესად თქვენი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია. გილოცავთ დაბადების დღეს და დიდი მადლობა. მინდა ჩემი წიგნი გაჩუქოთ. აიმე ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონია გახლავთ საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო მონარქისტული მოძრაობა სამეფო გვირგვინის წინამძღოლი ია ბაგრატიონ მუხრანელი. როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსთვის შეიძლება ეს მოდელი მოგვესინჯა, როდესაც მეფე მეფობს და არა მართავს, ეს სწორედ ნიშნავს კონსტიტუციურ მონარქიას. რაც ნიშნავს ეს ნიშნავს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და მეფეს, რომელიც იქნება ერის სულიერი სახე, ერის მეობის, სტაბილურობის, ქართველობის ნიშანი და გარანტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და მე წარმოვადგენ საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, რომელიც აერთიანებს 25,000 გვარის წარმომადგენელს. თქვენ ხართ თავისუფალი, როგორც სტრაბონის დეფინიციით, მიწათ მოქმედი, თავისუფალი აზნაურიან. აზნაური ამას ნიშნავს. ჩვენი იდეოლოგია შემოიფარგლება 4 სიტყვით: მამულიანა, სარწმუნოება, მეფე. მე როგორც ვიცი, გუშინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაიცა რაღაც მსგავსი. საშინელი გადაცემა. გუშინდელმა გადაცემამ აღმაშფოთა. ჩვენ გვინდა ყველას დავეხმაროთ და როდესაც აი ასეთი ცრუ თავადები და ცრუ ქართველები კომუნისტური და კომკავშირული შემართებით გამოდიან და საშინელი ზიზღით, საშინელი აგრესიულობით, რომელიც არ შეშფენს არც თავადს, არც ადამიანს საერთოდ, არც ქართველს. ესენი არ არიან ხო თქვენთან დაწესებული? არ არიან ჩვენები, ჩვენთან არის გარიცხულები, მე გეტყვით ვინ არიან. ჩემის აზრით არიან პროვოკატორები და არქვეს თავის საზოგადოებას ქართულ თავად-აზნაურთა საზოგადოება და ჩვენი ყველა თავად-აზნაურის სახელით ბრძანებენ, რომ თითქოს ისინი არიან დამცველები მშვიდობისა, რომ თუ ჩვენ გამოვალთ მიტინგზე და ჯერთვის ყველას უფლება თავისი აზრის გამოხატვის ყველას აქვს, თუ აქვს სურვილი უნდა გამოვინა, არც ლევან ჩოლოყაშვილი, არც მესხი, არც მავანი და მავანი ვერავის ვერ შეაჩერებს და ხალხის შეჩერება შეუძლებელია და მათივე ჩვენ გავრიცხებთ ეს ხალხი, რამე თუ არაფერი არ გაუკეთებიათ, არც მარტო აიღეს და გამოშიგნეს და მიიტაცეს ჩვენი სახელწოდება, გამოშიგნეს ისე როგორც არის გამოშიგნული მთელი ეროვნული ნაციონალისტური იდეოლოგია და იბრალებენ იმას, რომ თითქოს წარმოადგენენ 300,000 თავად-აზნაურია საქართველოში. არავითარი უფლება არ არის. მარხვაში ეს ზიზღი, ეს აგრესია
მხოლოდ ზიანს მოუტანს მათ, იმიტომ რომ მე დეილიდან საღამოდი გუშინაც დღესაც მირეკავენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩვენ ვაერთიანებს 25,000 გვარის წარმომადგენელს. ესენი არ იყვნენ ახლა პროტესტს წერენ მათივე გუნდის წევრები და გამოვიდნენ ჩვენ გამოგვიგზავნეს და პატრიარქს გამოგზავნეს. ჩვენი წინამძღვარი არის კოტე ჩოლუღაშვილი, რომელიც ხრცოვანი და პატრიოტიკაცია ისტორიკოსი. ეს ადგილი უნდათ ეთყობა მართვადი ფიგურები არიან, მრავალი პარტია აქვს გამოცვლილი მავანს და მავანს იქ და მე შექმნეს ასეთი საზოგადოება და თავისივე წევრები რამდენი გაქცია იყვნენ 14-დან 8 გავიდა პროტესტის ნიშნად რამითო როდესაც უნდათ სასახლის დასაკუთრება რომელი სასახლის პირველი სასახლე დიახ ახალგაზრდების სასახლე ეს იყო მეფისნაცვლის სასახლე ეს ქართული ერის საკუთრება ეს მეფისნაცვლის სასახლე და არა გულავასი ან ანანიაშვილის ან ეს ბატონები სწორად ბავშვებს ხვრიდნენ იმ სასახლიდან მართლაც საოცარი მონარქია იყო საქართველოში. მეფე ერეკლე 10 მეტრიან ოთახში დაიბადა და 10 მეტრიან ოთახში გადაიცვალა. ჩვენი მეფეები ფუფუნებაზე არ ფიქრობდნენ. ისინი იყვნენ ნამდვილად ამ ქვეყნის, ამ ხალხის, ამ ენის, კულტურის დამცველები. სულიერებაზე ფიქრობდნენ. და ესეც უპრეცედენტო ფაქტია, არც ერთ მონარქია არ ახასიათებს არ ყავდა ამდენი მეფე პოეტი, ამდენი მეფე თუნდაც გაიხსენ შენ ხარ ნახი მუსიკოსი ხარ ეს ხომ შედევრია. და არც ერთხელ არ მომხდარა რევოლუციები როგორც არა, არ იყო ეს რუსების მიერ იყო შემოგდებული იმპერიის მიერ ეს ჯანყებაში და სამწუხაროდ ზოგიერთი თავადიც იყო ეგ ჯოლუქიძეები გაიხსენენ ღობერიძეები და ასე შემდეგ ციხით რომ მოწყეს მთელი შოროპასთან დახრეტა მაგრამ მასა ყოველთვის მონარქის ირგვლივ იყო და მე ვიქნებოდი ბედნიერი რამე ეს ჩვენი იდეა და ეს ნაძინასთან მეტყველი იგივე რუსი მამების მიერ სერაფიმე სოროველი გაიხსენეს როდესაც ის წერს Спасайтесь деревьев бедებს მიმართავდა Спасайтесь ვივერი წადითო იმ ივერია გავწყინდება გაფრთხილდება მაშინ, როდესაც ღვთისმკურთხეული მეფე მოგვევლინება. მეფე ქართველი, მეფე დამცველი, მეფე ჩვენი ზნეობის გენის მატარებელი. Vasca. ეს მოგახაინდრავა. ხო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე როგორი საკანია, კარგი. მუდმივალში ხარ ახლა ხო იცი? იმიტომ რომ ამდენი კაცი ჩემთან რომ მოვიდეს როდესმე ნებისმიერი მიწესი. მე უკვე აქ მოვედი და ეს ატელეფონო ზარები და ის გეუბნები გულით ვერ გამისკდებოდა. ანუ ხალხმა დაგირეკა. ის გულით ვერ გამისკდებოდა. კიდე რამდენი ვერ რეკავდა. კეთილი ქონდა აი ყველანაირი კონფლიქტი ოქრო ხარ ოქრო მე წარმომედგინე რომ ამას მე წარმომედგინე რომ ხე რეპეტიციის გარეშე აი აქ ვალაგებდი მე და ზაზა აკუაშვილი რეპეტიციური მაგიდასთან წარმომედგინე ზაზა მიდიოდა მე იქიდან ტელევიზორით
პირდაპირ ჩარტის სცენიდან მე ტელეფონით აქედან უყურებდი და აი ზაზას რეპეტიციებით ხდებოდი რა როგორ ზაზას მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ამისთვის იმიტომ რომ აი ზაზა მაგარი თავ დაძება ეს იყო ზაზა თერმიკო ჩიჩინაზე ერთად ესეა ჯერ გული ყოლია ანზა მოწყობილი ყველაფერი ან რა დროში მე ვერ წარმოვიდგინე თან აი იცი რომ ექნებოდა გამოსვლა და ის რომ აი ესეთი შოუს იყო აქციაც ყველაფერი იყო